მთელს მსოფლიოში უამრავი რკინიგზაა, რომელთაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს, მაგრამ ყველა მათგანი არაა თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული. კლდის კიდეზე გაკეთებული რკინიგზიდან დაწყებული, აი ასეთი გადავსებული მატარებლით დამთავრებული. ამ ყოველივე შემხედვარე ფიქრობ, რომ კატასტროფა გარდაუვალია. მოკლედ, მოკალათით კომფორტულად და დავიწყოთ ყველაზე სახიფათო და ორიგინალური რკინიგზების განხილვა. პერუში ზღვის დონიდან დაახლოებით 4800 მეტრზე მდებარეობს რკინიგზა, რომელიც სამხრეთის რკინიგზის სახელითაა ცნობილი. ეს მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მაღალი რკინიგზა. სიმაღლის გარდა აქ განსაკუთრებით საყურადღებოა დაუჯერებელი ინჟინერია და გზების განლაგება. სარკინიგზო მაგისტრალი 58 ხიდისა და 69 გვირაბისგან შედგება. გზა ძალიან სახიფათოა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მატარებელი სადაცაა კლდიდან გადავარდება. განსაკუთრებით სახიფათოდ გამოიყურება ხიდი, სახელად ვერუგასი, რომელზეც ეს მატარებელი გადის და მისი სიმაღლე 77 მეტრია. ხიდის სიგრძე 163 მეტრს აღწევს. სანამ მატარებელი თავიდან ბოლოში გავა, მგზავრების უმეტესობას მოუსვენრობა და შიში იპყრობს. თუმცა არანაკლებ საინტერესოა ამ ხიდის ისტორია. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ხიდი ორჯერ დაინგრა. მიზეზი კი ამ უბანში მომხდარი წყალდიდობა იყო. მოსახლეობას არ სურდა ამ ხაზის დაკარგვა, რადგან ის ბევრად უფრო მარტივად აკავშირებდა ორ მხარეს. ამიტომაც ხიდის აღდგენა 1934 წელს გადაწყვიტეს. 1936 წლისთვის დასრულებული სამუშაოების შემდეგ მიიღეს ბევრად უფრო მყარი კონსტრუქცია და სწორედ იქედან მოყოლებული დგას ეს ხიდი თავის ადგილზე. ჯერჯერობით დგას, შემდეგში რა იქნება არ ვიცით. გაიარო ხიდზე, რომელსაც არ აქვს დამცავი მოაჯირები, საკმაოდ საშიში მომენტია. თუმცა ალბათ არ გინახავთ ინდონეზიაში არსებული რკინიგზა სახელით არგო გედე. რკინიგზა საოცარ ადგილზეა აშენებული. ხაზით საკმაოდ გრძელია, თუმცა ერთ მომენტში ის გადის ხიდს, სახელწოდებით ჩიკუბანგი. ხიდი ძალიან საშიშად გამოიყურება და ვიდეოდანაც კი კარგად ჩანს ის თუ რა გრძნობაა, როცა მატარებლით ამ ხიდის გავლა გიწევს. დედაქალაქ ჯაკარტადან ბანდუნგში მიმავალი ხაზი მთიან რეგიონში გადის და ცნობილი ხიდის ჩიკუბანგის გავლა უწევს. ხიდზე გავლის დროს გამოუსდელი მგზავრები ხშირად პანიკაში ვარდებიან, რადგან ხიდი საკმაოდ სახიფათოა და მოძრავია. ხიდის სიგრძე 305 მეტრს აღწევს, რაც უკვე საშიშად ჟღერს. სანამ მატარებელი თავიდან ბოლოში გავა, აქაც მგზავრებს შიში იპყრობს. როგორც ამბობენ, 2002 წელს მატარებელი აქ ლიანდაგიდან გადავიდა და კატასტროფას ბეწვზე გადაურჩა. თუმცა ზოგიერთი ადგილობრივის თქმით, ეს ამბავი სპეციალურად გამოიგონეს, რომ ხიდს უფრო საშიში სახელი ჰქონოდა და ტურისტები მოეზიდა. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ეს ხიდი ძალიან საშიშია. სანამ შემდეგ გაჩერებაზე მივალთ, გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი მეორე არხი, ბუმსთორი. იქ ნახავთ საინტერესო ისტორიებს, რაც ნამდვილად გაგაოცებთ. ბმული აღწერასა და პირველ კომენტარშია. ეს მეკლუნგია, ტაილანდი. ეს ბაზარი ბანგკოკიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ბაზარი პრაქტიკულად აშენებულია რკინიგზაზე, თუმცა ეს ყოველივე პრობლემას არ უქმნის ვაჭრებს. ისინი მატარებელთან ერთად ვაჭრობენ და ამას მიჩვეულებიც არიან. ეს არ არის ახლად გახსნილი ბაზარი, მის ისტორია 1 საუკუნეზე მეტს ითვლის. ბაზარი 1905 წელს დაარსდა და მას შემდეგ ის ყოველდღიურად მუშაობს. თუმცა მატარებელი და რკინიგზა ამ ბაზრისთვის დამახასიათებელი ნაწილია. მატარებელი აქ დღეში საშუალოდ 8 ჯერ დადის. ამან ვერ შეუშალა ხელი მოვაჭრეებს, რომ გაეგრძელებინათ თავისი საქმიანობა. მათ იდეალურად იციან, როგორ დაალაგონ თავიანთი პროდუქტები ისე, რომ მატარებელი მათ არ შეეხოს. თუ დასჭირდებათ, ისინი ძალიან სწრაფად აალაგებენ პროდუქტებს, ხოლო მატარებლის გავლის შემდეგ ისევ დააბრუნებენ თავის ადგილზე. მეკლუნგი არაა უბრალოდ ჩვეულებრივი ბაზარი ან რკინიგზა. ეს საკმაოდ ცნობილი ადგილია, რომელიც მთელ მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს და ხალხს აინტერესებს ის შეგრძნება, თუ როგორია, როდესაც უზარმაზარი მატარებელი სახესთან რამდენიმე სანტიმეტრში ჩაგივლის. ტაილანდში ჩასული ტურისტი აუცილებლად სტუმრობს მეკლუნგს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარკინიგზო ხაზია. უაიტის უღელტეხილი, იუკონი, ალასკა. ოქროს ციებ-ცხელების დროს მაძიებლებმა ააშენეს სარკინიგზო ხაზი, რომ მარტივად დაკავშირებოდნენ იუკონის უღელტეხილს. კანადაში მიმავალი ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში აშენებული რკინიგზა 1982 წელს მაღაროების ინდუსტრიის კოლაფსის გამო დახურეს. 1988 წელს კი ტურისტული ინტერესის გამო აღადგინეს და ძველი სტილით შეუნარჩუნეს. სარკინიგზო მაგისტრალის მთლიანი სიგრძე 175 კილომეტრია და ყველაზე სახიფათო ხაზია ალასკაში, რაც კი მდებარეობს. აქ ლიანდაგები განსხვავდება ჩვეულებრივი სარკინიგზო ხაზისგან და ის შედარებით ვიწროა, რის გამოც მატარებელს უფრო მკვეთრ მოსახვევში შესვლა უადვილდება. მატარებელი რამდენიმე გრძელ გვირაბს გადის. ერთ დროს კი ის აი ასეთ ხიდზე გადაადგილდებოდა, რომელიც საკმაოდ საშიშად გამოიყურება. ხიდები აქ დღემდე ხისგანაა აშენებული და მათზე მატარებელი დღემდე მოძრაობს. ეს საკმაოდ სახიფათოა.
ასომინამის გზა, იაპონია. ზოგიერთი სარკინიგზო ხაზი მაღალმთიან რაიონში ან უდაბნოში გადის. თუმცა იაპონური ასომინამის გზა ბევრად განსხვავებულია ამ ყველაფრისგან. ის არც მეტი არც ნაკლები აქტიური ვულკანის მიდამოებშია აშენებული. მიუხედავად ლამაზი ხედისა, ასომინამის სარკინიგზო მაგისტრალი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სარკინიგზო გზა. შეიძლება ითქვას, რომ მას ვულკანი პირდაპირ ზემოდან დაჰყურებს და ამოფრქვევის შემთხვევაში რკინიგზას კარგი დღე ნამდვილად არ დაადგება. გარდა ამისა, აქ ძალიან საშიშია რკინის ხიდები, რომლებიც 65 მეტრის სიმაღლეზეა გაკეთებული. ეს ხიდი პირველად 1928 წელს ააშენეს. საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, თუმცა უსაფრთხო ნამდვილად არ არის. ის ისეთ უბანშია, სადაც რყევები ხშირია. ეს კი შედეგად იწვევს მეწყერს. მაგალითად 2016 წელს ბიძგებმა მიწის დიდი ნაწილი ჩამოშალა და რკინიგზის გარკვეული ნაწილი მიწის ქვეშ მოექცა. მოკლედ, ტურისტი, რომელიც ამ მატარებლით მგზავრობას ირჩევს, სიცოცხლით რისკავს. 2020 წელს გზას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, თუმცა მეწყერის შემდეგ მგზავრობის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად დაიკლო. ატენიკვა ჩუჩოს სარკინიგზო მაგისტრალი, სამხრეთ აფრიკა. ბევრი ამბობს, რომ მკვეთრი დაშვება არ წარმოადგენს საშიშროებას და პირიქით, ასეთ დროს დიდ ადრენალინს და სიამონებას განიცდი. თუმცა, რაც შეეხება ატენიკვა ჩუჩოს, ეს სარკინიგზო ხაზი ნამდვილად იწვევს მძაფრ შეგრძნებებს. ის ძალიან სახიფათო გზას გადის. ვაგონი იმდენად იხრება, რომ თითქოს სადაცაა გადაბრუნდება და მგზავრები წყალში ჩავარდებიან. მაგისტრალი 1928 წელს ქალაქ ჯორჯიასთან ნიშას დასაკავშირებლად აშენდა. მაგისტრალის სიგრძე 67 კმ. თუმცა ცალმხრივი მოგზაურობა 3 საათამდე გრძელდება. დააკვირდით რა ხდება იმ დროს, როდესაც მატარებელი ამ სახიფათო ხიდზე გადის. სარკინიგზო ხაზს არ გააჩნია არანაირი დამცავი ბარიერი. გზის ზოგიერთი უბანი იმდენად იყო დაზიანებული, რომ საერთოდ დახურეს 2010 წელს. დღეს მატარებელი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა 2010 წლამდე მგზავრებს რეალურად დიდი ნერვიულობა უწევდათ, სანამ ამ სახიფათო 67 კმ-იან მონაკვეთს გაივლიდნენ. ჯორჯთაუნის რევოლუციის რკინიგზა, ამერიკის შეერთებული შტატები. კოლორადოში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ლამაზ პეიზაჟებს ხვდებით. აქ საოცარი ადგილებია, თუმცა აქ ხვდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სარკინიგზო ხაზს, სახელწოდებით ჯორჯთაუნის რევოლუციის რკინიგზა. ხაზი 7200 მეტრია და ის მე-19 საუკუნეში ააშენეს. რატომ უნდა ააშენო ასეთ სახიფათო რაიონში სარკინიგზო ხაზი? მე-19 საუკუნეში ვერცხლის მომპოვებლებში ეს მთები საკმაოდ პოპულარული იყო, რადგან აქ დიდი რაოდენობით ვერცხლს მოიპოვებდნენ. გადაადგილების სხვა საშუალება პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომაც ძირითადად მაღაროელები იყენებდნენ გადაადგილებისთვის მატარებელს, რადგან სხვა სატრანსპორტო საშუალებით მაღაროებამდე მისვლა შეუძლებელი იყო. ასევე მაღაროელებს უნდა გადაეტანათ იარაღები, რასაც მატარებლის გარეშე ვერ გააკეთებდნენ. სარკინიგზო ხაზი საკმაოდ საშიშ ხიდებზეა გაკეთებული, რომლებიც 30 მეტრის სიმაღლეზეა აშენებული. მოსახვევში, რომელიც ხიდზეა, მატარებელი ძალიან ნელა შედის, რომ არ გადავარდეს ლიანდაგებიდან და არ მოხდეს კატასტროფა. დღის საათებში ამ ხიდზე გავლა ძალიან სახიფათოა და რაც შეეხება ღამეს, აქ ალბათ რკინის ნერვებია საჭირო. კალკაშინლას სარკინიგზო ხაზი, ინდოეთი. 1903 წელს გაკეთებული სარკინიგზო ხაზი დღემდე შეუფერხებლად მუშაობს. ლიანდაგებს შორის მანძილი აქ მხოლოდ 70 სანტიმეტრია. ადგილობრივები მას სათამაშო მატარებელს უწოდებენ, თუმცა ეს მატარებელი ნამდვილად არ არის სათამაშო. პირიქით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. გზა მთებში იწყება ზღვის დონიდან 906 მეტრზე. 96 კმ-იანი ხაზი საბოლოოდ ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე ადის. გზა მთებშია და მგზავრებს საინტერესო სანახაობა ელოდებათ წინ. აქ ხვდებით 102 გვირაბს, 864 პატარა ხიდს და 919 მკვეთრ მოსახვევს. ახლა ალბათ ხვდებით თუ რატომ არის ეს სარკინიგზო მაგისტრალი ჩვენს სიაში. 551 ხიდი სხვა ყველა ხიდისგან გამორჩეულია. ის ყველაზე რთული აგებულებისაა დანარჩენ ხიდებთან შედარებით. მისი სიმაღლე 30 მეტრია. და ამას 4 სართულიანი ქვებისგან გაკეთებული თაღების ნაგებობა იჭერს. ეს სარკინიგზო მაგისტრალი ერთდროულად მიმზიდველი და თან ძალიან საშიშია. როგორც უკვე ნახეთ, ინდოეთში არსებული სარკინიგზო ხაზი საკმაოდ საშიშად გამოიყურება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საშიში სარკინიგზო მაგისტრალი, რასაც ინდოეთში ხვდებით. შემდეგი მაგისტრალიც ინდოეთშია და მისი სიგრძე მთელი 905 კმ-ია. გზა ნამდვილად სახიფათო და მრავალფეროვანია. ხან მთის მწვერვალზე მიდიხარ, სადაც მატარებელი ღრუბლებს კვეთს, ხან კი 300 მეტრიან ჩანჩქერის შუაგულში, ან ზემოდან გაივლი. აქ ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს. გზად მგზავრს 25-მდე ჩანჩქერი, 57 გვირაბი და 110 ხიდი ხვდება. ამ ტერიტორიაზე საკმაოდ ძლიერი სეზონური წვიმებია. ამიტომაც სეზონზე ხშირად წყალდიდობები ხდება, რაც საბოლოოდ სარკინიგზო ხაზებთან მიწის გამორეცხვას იწვევს. შედეგად გზა რამდენიმე თვით გამოუსადეგარი ხდება იქამდე, სანამ არ აღადგენენ. საბედნიეროდ ჯერჯერობით ამ მიზეზით არც ერთი მატარებელი არ გადასულა გზიდან.
ბერგენის სარკინიგზო ხაზი, ნორვეგია. ბერგენი ძალიან ლამაზი ქალაქია. ის ნორვეგიაში სიდიდით მეორეა. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე. როდესაც ზამთარი დგება და თოვლების სეზონი იწყება, ბერგენის სარკინიგზო მაგისტრალი, რომლის სიგრძეც 500 კილომეტრია და ოსლოს უკავშირდება, ნამდვილ კოშმარად იქცევა. პრაქტიკულად მატარებელი აქ უზარმაზარ თოვლსა და -10 გრადუსიან ყინვაში გადაადგილდება, რაც ძალიან ბევრ სირთულეს იწვევს. ზამთარში ხშირად ლიანდაგები 1 მეტრისა და 50 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლის საფარით იფარება. თუმცა ასეთი ამინდების მიუხედავად მატარებელი მაინც აგრძელებს მუშაობას. დააკვირდით ამ კადრებს. საშიშია, თუმცა ძალიან ლამაზი. ზამთარში აქ მზეც კი ძლივს ჩანს. თუმცა ეს ყველაფერი არა. 2020 წელს აქ ზვავი ჩამოწვა, რომელმაც დამცავი ბარიერები და ლიანდაგები სრულად დაფარა თოვლით. ასეთი რამ, ანუ თოვლიანი სარკინიგზო ხაზი ნორვეგიაში ჩვეულებრივი რამეა. ამიტომაც იქ მატარებლებს წინ გზის გასასუფთავებლად სპეციალური სამკუთხედის ფორმის ფოლადის ფარი აქვს დამაგრებული, რომელიც თოვლს აქეთ-იქით ფანტავს და გზას ასუფთავებს. ნორვეგიაში ყოველთვის არ იყენებდნენ ასეთ მეთოდს სარკინიგზო ხაზების გასაწმენდად. მე-20 საუკუნეში გამოიყენებოდა ასეთი ტექნიკა, რომელიც თოვლს და ყინულს იწოვდა, ანაწევრებდა და გვერდით აგროვებდა. ნამდვილად გასაოცარი ტექნოლოგია. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მსგავს მეთოდს კვლავ იყენებენ და ამგვარად ასუფთავებენ ლიანდაგებს დიდი თოვლისგან. როგორი გრძნობაა, როცა პილოტი ხარ და იცი, რომ დასაფრენ ბილიკზე მატარებელი გადის? დიახ, არსებობს მსოფლიოში რამდენიმე სარკინიგზო ხაზი, რომელიც ადგილს თვითმფრინავებსაც უნაწილობს. უცნაურად ჭერს. მაგალითად, მადაგასკარში რელიეფის გამო აეროპორტსაც და სარკინიგზო ხაზსაც ერთი და იგივე ადგილი აქვთ გამოყოფილი. უფრო სწორად, სარკინიგზო ხაზი კვეთს აეროპორტს. ამის გამო თვითმფრინავები პრაქტიკულად გზას უთმობენ მატარებლებს, რომლებიც აეროპორტის ბილიკს კვეთენ. ასეთი რამ მხოლოდ მადაგასკარში არ ხდება. ახალ ზელანდიაშიც ერთ-ერთ დასაშვებ ბილიკსაც კვეთს სარკინიგზო ხაზი. ჩნდება კითხვა, რატომ არ ეჯახება ერთმანეთს თვითმფრინავი და მატარებელი? დისპეჩერები მკაცრად აკონტროლებენ როგორც ფრენებს, ისე მატარებლების გადაადგილებას, რომ მათი გადაკვეთა არ მოხდეს და თავიდან აერიდონ კატასტროფა. ჩენაი რამესვარამ, ინდოეთი. ჩენაი ქალაქია ინდოეთში, ტამილნადუს შტატის დედაქალაქი. მდებარეობს კორომანდელის სანაპიროზე, ბენგალის ყურეზე. იგი სამხრეთ ინდოეთის მთავარი კომერციული, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. მისი ნავსადგური კი მეორე უმსხვილესია ინდოეთში. ქალაქ ჩენაიდან კუნძულ რამესვარამდე მიმავალი მატარებლის ხაზი ინდოეთის ოკეანეში 1914 წელს გადებულ პამბნის ხიდზე გადის. ამ ერთ-ერთი უძველესი ხიდის რეკონსტრუქცია არასდროს არ ჩატარებულა. მაგისტრალის სიგრძე კი საკმაოდ დიდია. სარკინიგზო მაგისტრალი 145 ბეტონის საყრდენისგან შედგება. შუაში კი იხსნება, რომ გემებს გასავლელი გზა ჰქონდეთ. ეს გზა ერთი შეხედვითაც კი სახიფათოა, მაგრამ რა ხდება ქვეშ? აღმოაჩინეს 28 საყრდენი, რომლებიც პრაქტიკულად განადგურებულია და შეიძლება გზა ნებისმიერ დროს ჩავარდეს და თან მატარებელიც გაიყოლოს. ამ გზაზე დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 44 კმ/სთ-ია. ლოგიკურია, რომ ასეთ სახიფათო ადგილზე ისტორიის მანძილზე უნდა მომხდარიყო რაღაც ძალიან საშიში. დიახ, ეს ასეც მოხდა და თან არაერთხელ. მაგალითად 1964 წელს 7 მეტრის სიმაღლის ტალღა დაეჯახა მატარებელს. მატარებელი ხაზიდან გადავარდა და იქ მყოფი 115 ადამიანი დაიღუპა. მოკლედ, სანამ ადამიანი ამ მატარებელში ჩაჯდება და გამგზავრებას გადაწყვეტს, ამინდის პროგნოზი უნდა შეამოწმოს. შემდეგი სარკინიგზო ხაზით ზღვასთან ახლოსაა და მასაც ეჯახება ტალღები. ეს დიდი ბრიტანეთია. ზოგიერთ ადგილზე უამინდობის დროს მატარებელს ძლიერი ტალღები ეჯახება. 2014 წელს ძლიერმა ტალღებმა დაანგრია დამცავი ბარიერის ნაწილი. შედეგად ძლიერი ტალღა მოხვდა ლიანდაგებს და ის სრულად გაანადგურა. ამის შემდეგ მოხდა გზის აღდგენა. თუმცა სანაპიროსთან ახლოს მყოფ ლიანდაგებს ისევ დაესხა თავს ძლიერი ტალღა და კიდევ ერთხელ 2020 წელს დაანგრია. ტალღები ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ მატარებლის ფანჯრებიც კი ჩაამსხვრია და მგზავრები დააზიანა. წყალქვეშა მატარებელი. დუბაი ხომ განსხვავებულია მთელი მსოფლიოსგან და ტრანსპორტს რაც შეეხება აქ საქმე ინოვაციებთან გვაქვს. შემდეგი სახიფათო სარკინიგზო მაგისტრალი ჯერ არ აშენებულა, თუმცა საინტერესო პროექტია. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით ახლო მომავალში გეგმება მუმბაი-დუბაის რეისი, რომელიც წყლის ქვეშ განხორციელდება. ეს იქნება პირველი სარკინიგზო მაგისტრალი მთელ მსოფლიოში, რომელიც ორ დიდ ქალაქს გაერთიანებს. როგორ აპირებენ ამ ყოველგვარს გაკეთებას? პროექტის მიხედვით გაკეთდება უზარმაზარი ტივტივები, რომლებზეც წყალქვეშ დაკიდებული იქნება თლიანი გვირაბი, სადაც მატარებელი გაივლის. ეს მართლაც შთამბეჭდავი პროექტია. მაგისტრალის მშენებლობა 2025 წლისთვის იგეგმება. ორივე ქვეყანა მზადაა დიდი მეგობრული ნაბიჯისთვის. ახალი წყალქვეშა მაგისტრალის საშუალებით შესაძლებელი იქნება ნავთობისა და დასალევი წყლის გადაზიდვაც. დუბაიდან ინდოეთში ტონობით ნავთობის, ხოლო ინდოეთიდან დუბაიში წყლის გადაზიდვა განხორციელდება. აღნიშნული პროექტის თანახმად
თანახმად მაგისტრალის სიგრძე 2000 კილომეტრი იქნება. მატარებლის სიჩქარე კი საშუალოდ 400 კმ/სთ-მდე მიაღწევს. რადგანაც გვირაბში ვაკუუმის შექმნას ვარაუდობენ, ეს ლოგიკურად ჟღერს. თუმცა, ეს უკანასკნელი ჯერჯერობით დაუდასტურებელია. ეშმაკის ცხვირი. ეკვადორში მდებარე რკინიგზა სახელად ეშმაკის ცხვირი დიდი ხანი მიიჩნეოდა თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და რთულ სარკინიგზო მაგისტრალად. თუ კი კარგად დავაკვირდებით ამ გზას, მივხვდებით თუ რატომ არის ეს ასე. თითქმის 2750 მეტრის სიმაღლის მთებს ეშმაკის ცხვირი უწოდეს. იგივე სახელწოდებას ატარებს ეს რკინიგზაც. რკინიგზა 465 კილომეტრია სიგრძეში. სარკინიგზო მაგისტრალი პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი, რომელიც საკმაოდ უხერხული და მკვეთრი მოსახვევებით გამოირჩევა. რკინიგზა 1908 წელს ააშენეს. იქამდე სანამ უსაფრთხოების წესები ამოქმედებოდა. ამიტომაც მე-20 საუკუნეში ხშირად მგზავრები პირდაპირ სახურავებზე ისხდნენ და ამ დროს მატარებელი 800 მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდებოდა მთებში. დღეს რა თქმა უნდა ასე აღარაა, თუმცა არც ახლა უსაფრთხო ეს ადგილი. აქ პრაქტიკულად არ არსებობს დამცავი ბარიერი, რაც მატარებელს დაიცავს მოსალოდნელი საფრთხის დროს. მატარებელი ღრუბლებში. არგენტინაში არსებული სარკინიგზო ხაზი რკინის ნერვების ადამიანებისთვის არის და თუ კი მძაფრი შეგრძნებები მოგწონს, შეგიძლია ეწვიო მას. სპირალური და ზიგზაგური გრძელი ხაზი, რომლის სახელიც ითარგმნება როგორც მატარებელი ღრუბლებში, 4 კილომეტრ სიმაღლეზეა და ჩილესა და არგენტინას აკავშირებს ანდების მთების გავლით. მას 21 გვირაბი და 29 ხიდი გააჩნია. ადრენალინის მოყვარულობისთვის საუკეთესო ვარიანტია. აქ ყველაზე საყურადღებო უზარმაზარი ვიადუკია, რომლის სიგრძეც 224 მეტრს აღწევს და 64 მეტრის სიმაღლეზე აშენებული. ვიადუკი გრძელი და მაღალსაყრდენიანი ხიდური ნაგებობაა გზისა და დასერილი ადგილების, მაგალითად ხრამის და ხეობის გადაკვეთაზე. ვიადუკს ზოგჯერ მაღალი მიწაყრილის ნაცვლად აგებენ. ამ სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე მაღალი წერტილი 422 მეტრს აღწევს. ეს გზა ძალიან საშიში და ამავდროულად ლამაზია. ჩვენ დღევანდელი ვიდეოც ასე მიიწურა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ მას. გამოიწერეთ არხი და არასდროს გამოტოვოთ სიახლე ჩვენთან. თროებით.